გამარჯობათ, მე ნათია ვარ და ამ ვიდეოში მე დღეს მინდა რომ ვისაუბრო ინგლისურ ენაზე საუბრისას ერთ-ერთ ყველაზე ხშირად გამოყენებად ზნაზე და ეს არის to look. ზნა to look ის ყველაზე მარტივი და პირველი მნიშვნელობა არის შეხედვა. როდესაც ის ნიშნავს შეხედვას და ჩვენ ვაკონკრეტებთ თუ რას უნდა შეხედოს სხვამ, ამ ჩვენ რას უნდა შევხედოთ, მას აუცილებლად უნდა მოსდევდეს წინდებული at. ანუ ჩვენ უნდა ვთქვათ look at that dog, ანუ შეხედე იმ ძაღლს და არა look the dog. ჩვენ უნდა ვთქვათ look at me, შემომხედე მე და არა look me. Look შეიძლება ვთქვათ at-ის გარეშე, მაშინ როდესაც არ ვაკონკრეტებთ თუ რას უნდა შეხედონ და უბრალოდ ხელით მივანიშნებთ look და ვაჩვენებთ თუ რას უნდა შეხედონ. ასევე look ყოველგვარი დაკონკრეტების გარეშე შეგვიძლია გამოვიყენოთ საუბრისას და ამ შემთხვევაში ეს უკვე ნიშნავს რომ თქვენი თანამოსაუბრისგან ითხოვთ უფრო მეტ ყურადღებას, რადგანაც თქვენ საუბარს უნდა მოვაყოლოთ მეტი განმარტება ან რაიმე მაგალითი და თქვენ ის თემა თუ რაზეც საუბრობთ უფრო კარგად უნდა ახსნათ. აი თუნდაც ახლა მე რომ ვხსნი ზნა to look-ის მნიშვნელობა, მე გეტყვით ასეთ რაღაცას. Look მომისმინეთ, შეხედეთ, ანუ ყურადღებით იყავითო და შემდეგ უკვე გავაგრძელებ to look-ის ახსნა განმარტებას. იმის გარდა რომ look ნიშნავს შეხედვას, ის ასევე ნიშნავს გამოყურებას, ანუ თუ მთლიანად როგორ გამოიყურება ადამიანი. აი მაგალითად, is he really 60? მართლა 60 წლისა? He looks much younger. ბევრად ახალგაზრდად გამოიყურებაო. ან მაგალითად, you look so beautiful. ისეთი ლამაზად გამოიყურებიო. ასევე look ნიშნავს გამოყურებას მაშინ, როდესაც ადამიანი თავისი სახის ნაკვთებით ქმნის რაიმე ემოციას. აი მაგალითად, ჩვენ ვამბობთ ასე, he looked angry. ანუ ის გამოიყურებოდა გაბრაზებულად. ამ შემთხვევაში სიტყვა გამოიყურებოდა მაინდა-მაინც ქართულად სწორი არ იქნება, ამიტომ უნდა გადავთარგმნოთ როგორც ის ჩანდა გაბრაზებულიო. ან he looked surprised. ის ჩანდა გაკვირვებულიო. ყურადღებით იყავით რომ look არის დააკვირდით რომ ზნა to look არის წესიერი ზნა და რომ მას წარსულში ჩვეულებრივ დაემატება id, ანუ მე ვთქვი he looked. შემდეგ to look ასევე გამოიყენება მაშინ, როდესაც ჩვენ გვინდა რომ ვთქვათ, როდესაც ვამბობთ რომ რაღაცა ჩანს ისე თითქოს ის ჩანს ისე როგორც თითქოს სინამდვილეში არ არის. აი მაგალითად, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ ასე. It looks pretty tough. ანუ საკმაოდ რთული ჩანსო. ამ შემთხვევაში იცით ითარგმნება როგორც ჩანს, ვიდრე გამოიყურება. ამ შემთხვევაში to look-ის სინონიმი არის to seem, რაც ასევე ნიშნავს ჩანს, მაგრამ to seem-ის გამოყენება არის უფრო ფორმალური. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ it seems pretty hard and it seems pretty tough, ანუ ძნელი ჩანსო, ძნელად გამოიყურებაო, მაგრამ seem იმდენად ფორმალურია, რომ თანამედროვე ინგლისურში საუბრისას უმჯობესი იქნება თუ კი seem-ის მაგივრად გამოიყენებთ to looks. ზმნამ to look შეიძლება რომ მთლიანად შეიცვალოს მნიშვნელობა, თუ კი მას მოსდევს გვერდით პატარა წინდებულები ან და სხვა სიტყვები. მაგალითად, არსებობს ასეთი გამოთქმა to look forward to, რაც ნიშნავს მოუთმენლად ლოდის ერთი სული რომ გაქვთ, იმიტომ რომ იცით რომ რაღაც კარგი უნდა მოხდეს. აი მაგალითად, მე ვამბობ I am looking forward to going to Paris. ანუ ერთი სული მაქვს როდის წავალ პარიზშიო. ყურადღება მიაქციეთ რომ მე I am looking forward choose mere going თქვი ing-ით. შემდეგი looks შეიძლება მოსდევდეს ასევე like და ამ შემთხვევაში გვაქვს ასეთი looks like ფრაზა, რაც ნიშნავს როგორც თითქოს ვითაა. აი მაგალითად ნახეთ, this sugar looks like snow. ეს შაქარი თოვლივითაო. ზემაჭყეტავს ძალიან კარგი. ესე იგი, შემდეგი looks, როდესაც მოსდევს for, ის ნიშნავს ძებნას. მაგალითად, I lost my keys, I need to look for them. ანუ დავკარგე გასაღები, მჭირდება რომ მოვძებნოვო. Looks ასევე შეიძლება მოსდევდეს back, რაც ნიშნავს უკან ან ზურგი და look back ნიშნავს, როდესაც ჩვენი წარსულიდან რაღაცას ვიხსენებთ, ან როდესაც წარსულში ვიყურებით. აი ნახეთ მაგალითად, when I look back on my childhood, I realize how happy I was. ანუ, როდესაც მე უკან ვიხედები ჩემს წარსულშიო, როდესაც მე ჩემს წარსულზე ვფიქრობ ბავშვობაშიო, ბავშვობაზეო, უბრალოდ სწორედ, ვაცნობიერებ, როგორი ბედნიერი ვიყავიო.
ასევე looks შეიძლება მოსწევდეს after და ეს ნიშნავს უკვე მოვლას პატრონობას. მაგალითად, look after, მაგალითად, can you please look after my cats? შეგიძლია რომ მოუარო, შეგიძლია რომ ყურადღება მიაქციო ჩემს კატებსო? სულ ეს იყო დღეისათვის ის to look-ის მნიშვნელობები, რაც მე მინდოდა რომ ამეხსნა ამ ვიდეოში. იმედი მაქვს რომ მას ინგლისურ ენაზე საუბრისას სწორად გამოიყენებთ და ასევე იმედი მაქვს რომ ეს ვიდეო მოგეწონათ. და თუ ეს ვიდეო მართლა მოგეწონათ, თხოვთ რომ არ დაიზაროთ და ის დაალაიქოთ და ასევე გამოიწეროთ ჩემი არხით. ჩვენ კი შევხვდებით სხვა ვიდეოებში. კარგად და წარმატებები!